ნარკოდამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მძიმე სოციალური პრობლემაა. ნარკომანია ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მომავალს უქმნის საფრთხეს. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისტიკა საგრძნობლად არის გაზრდილი. რაც ყველაზე სამწუხაროა, განსაკუთრებული ზრდა ახალგაზრდებში ფიქსირდება. კვლევების მიხედვით, დამოკიდებულება ხშირად ბავშვობისა თუ მოზარდობის ასაკში იწყება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში 292 მილიონი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკებს, რაც უკანასკნელი 10 წლის მონაცემებს 20%-ით აღემატება. განსაკუთრებულად შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ნარკომომხმარებლების უდიდესი ნაწილი 20 წლამდე მოზარდები არიან. ნარკოდამოკიდებულება ნებისმიერ ასაკში სერიოზულ ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებს იწვევს. უმეტეს შემთხვევაში კი მათი მოხმარება ფატალურად სრულდება. მსოფლიო ებრძვის ნარკომანიას სხვადასხვა ხერხებით, მაგალითად ევროპაში ძირითადად ლიბერალური ნარკოპოლიტიკით, რამაც შემცირების ნაცვლად დამოკიდებულება, მოხმარება და გარდაცვალების ფაქტები უფრო გაზარდა. ნარკომანია არც ჩვენი ქვეყნისთვისაა უცხო. ნარკოდამოკიდებულება ქვეყანაში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. საქართველოს ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე მრავალი სახის სინთეზური ნარკოტიკული საშუალება უკანონო გზებით შემოდის და ვრცელდება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნარკომანიას დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადოს და შესაბამისი ეფექტური ნაბიჯების ითქმება. ჩვენი ვალია მაქსიმალურად დაუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღესასრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან, ნარკომანიისგან. სახელისუფლებო გუნდმა ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა, რაც ქვეყნის ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას და ამით ნარკოდამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს. როგორც საზოგადოებას დავპირდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელსაც ვიწყებთ. ასევე განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისათვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისათვის არათუ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისათვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის 1 ივნისიდან. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება. ნარკოდამოკიდებულება განკურნებადია. ამისთვის სხვადასხვა მკურნალობის გზები არსებობს. ერთ-ერთია ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც წესით გარკვეულწილად უნდა მოეგვარებინა პრობლემა, შეემცირა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. თუმცა, არასწორად მართულმა ცენტრებმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. წლების მანძილზე რიცხვები არ იკლებდა. საზოგადოებაში კი გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება არა პაციენტის განკურნება, არამედ მათთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდება იყო. აუცილებელი იყო შესაბამისი ზომების მიღება. სწორედ ამიტომ მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. კურნალობის ამ მეთოდზე პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფო აიღებს. ეს უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლება, სხვა მაგერებებთან ერთად მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამგვიდრებენ ტერმინს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირება, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება.
ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანის და ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია მას აქვს ძლიერი სტუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად აღგრძელოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების პარალელურად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს სააფთიაქო ნარკომანია, სადაც ფსიქოაქტიური მედიკამენტები იყიდება, ასევე სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც ასევე ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება, მაგალითად საძილე, დამამშვიდებელი, ალერგიის საწინააღმდეგო, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები. ამ პრეპარატების ეფექტები განსხვავებულია, მოიხმარება მათი სიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო. მაღალი დოზებით აქვთ მომადუნებელი, გამაბრუებელი მოქმედება. ერთი მათგანი იწვევს აღქმის შეცვლას, ილუზიებისა და ჰალუცინაციების სახით. ფსიქოტროპული ნივთიერებების და მედიკამენტების შემოტანა სრულად დაექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ეს იქნება სახელმწიფოს მიერ რეგულირებული. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაქსიმალურად შეიზღუდება აი ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების მავნედ მოხმარება. სახელმწიფო მაქსიმალურად გააკონტროლოს აი ამ სამკურნალო მედიკამენტების მოძრაობა და მათი გაცემაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აი ესეთ პროგრამების ფართოდ გავრცელების და ფართოდ დანერგვის დროს ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ რაღაცა გარკვეული გადინება მოხდეს აი ამ ნარკოტიკული სამკურნალო ნივთიერებებისა შავ ბაზარზე. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფო შესაბამის ზომებს იღებს, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანიებს აეკრძალებათ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი. რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ზედაპირული ანალიზით ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს ნიშნულოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისო. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აეგრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. მუდმივ რეჟიმში ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უთხოვარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფო ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა. ირაკლი კობახიძის ინიციატივებს სრული მხარდაჭერა აქვს ქართული ოცნების გუნდში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიები თუ სპეციალური მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც მსგავსი ტიპის დახმარება რეალურად სჭირდება. მე მინდა ხაზგასმით თქვა ის, რაც თქვა უკვე პრემიერ-მინისტრმა, რომ ყველას, ვისაც ესაჭიროება მედიკამენტი, მისთვის უზრუნველყოფილი იქნება მედიკამენტი. მაგრამ ვისაც არ სჭირდება და არადანიშნულებისამებრ იყენებდა ამ დრომდე მედიკამენტს, რასაკვირველია, მათთვის ხელმისაწვდომობას ხელს შეუშლით ბუნებრივია. ეს არის მთავარი არსი, ასე ვთქვათ, ამ რეფორმის. ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რასაც ქვია პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ქმედება, როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არსებობს პრობლემა, წუხილი თემასთან დაკავშირებით და ამ წუხილის საპასუხოდ ხელისუფლებას აქვს, რა თქმა უნდა, სათქმელი და შესათავაზებელი გამოსწორების გზა საზოგადოებისთვის. ამიტომ პასუხი მარტივია ამ კითხვაზე, რეალურად საზოგადოებას გააჩნდა პრობლემური ხედვა ამ საკითხისა და შესაბამისად საზოგადოება ითხოვდა ამაზე რეაგირებას. ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვართ მზად და იმავდროულად, რა თქმა უნდა,
რომ გეგმოთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში ამ მიმართულებით არსებობს. პრობლემა კი ნამდვილად არსებობს. ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გასწორების გზა. პირველ ეტაპზე, რასაც გეგმავთ, ეს არის, რომ კონკრეტული პრობლემები, რაც მომწიფდა საიმისოდ, რომ გადაიჭრას ეს პრობლემები, რეალურად ამ პრობლემებს გადავჭრით, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ეს არის მაგალითად ისეთი ტერიტორიებიდან გატანა ამ პუნქტებისა ჩანაცვლებით თერაპიის, რომელიც არ შეიძლება უბრალოდ არ შეიძლება რომელიმე ნორმალურ ოჯახს სურვილი ქონდეს, რომ მისი შვილი, ვთქვათ, მოზარდი უყურებდეს ყოველდღიურად, ვთქვათ, იმას, რაც ხდება ჩანაცვლებით თერაპიის კონკრეტულ პუნქტებთან. და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, არის პრობლემური საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, მომავალში ძალიან აქტიურ მუშაობას დაისაჭიროებს. მაგალითად, ეს უკავშირდება ფსიქოტროპული ნივთიერებების რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. თან ეს ისეთი საკითხია, რომელსაც პერმანენტულად წლების განმავლობაში დაჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მუხტჭაუხრელი შრომა. საიმისოდ, რომ სადმე ვინმეს თუ სურვილი ექნება, რომ ავად მოიხმაროს ის მედიკამენტი, რომლის დანიშნულება სრულიად სხვა არის, ეს არ არის ნარკოტიკი, ეს არის თავისუფლად დამამშვიდებელი საშუალება. იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს მაგალითად ფსიქიკური აშლილობა, ბუნებრივია, რომ ესეთი შემთხვევები, ესეთი ინიციატივები, წყალებში ინიციატივები, რა თქმა უნდა, იმ თავითვე იქნეს აღკვეთილი, გამორიცხული, პრევენცია მოხდეს ამის ყველაფრის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის, რომლის შედეგებსაც საზოგადოება ბევრი თვალსაზრისით ძალიან სწრაფად ნახავს. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურები 24 საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ნარკომანიასთან საბრძოლველად. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, ბოლო 1 წლის განმავლობაში 79%-ით არის გაზრდილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ნარკორეალიზატორების რაოდენობა, ხოლო 32%-ით ნარკოდანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების რაოდენობა. დაკავებულია ასობით ნარკორეალიზატორი და განადგურებულია ასეულობით კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება. ბოლო პერიოდში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციებით შესაბამისმა უწყებებმა 298 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება 100 მილიონ ლარამდე იყო. სოფლიოში თავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთა ბრძოლა და მათ შორის საქართველოში. შესაბამისად, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკავშირო ცვლილებები ძალიან ეფექტურად ეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩართულობის პროცესში. საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 18 პირი იქნა დაკავებული, რომლისგანაც უმეტესობა წარმოადგენდა ნარკორეალიზატორს. ნაწილი კი დაკავებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტზე. საქართველოს შემოსული ნარკოტიკული საშუალება 300 კილომდე ეგრეთ წოდებული ჰეროინი, რომელიც უნდა გადაეტანათ ევროპის მიმართულებით, ჩვენს მიერ დაკავებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი უპრეცედენტო რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ყოფილა ამოღებული. თავარ გამოწვევად, რა თქმა უნდა, რჩება და სწორედ ამ მიზნით ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ეგრეთ წოდებული ონლაინ მაღაზიები, სადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია და სწორედ ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალიზირებული დანაყოფი, რომელიც აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს მსგავსი ონლაინ მაღაზიების გამოვლენას და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანია, რის გამოც ქართულ სამართალდამცველებს უწევთ თავდაუზოგავი შრომა ქვეყანაში გაკონტროლდეს ყველა ის ტვირთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით სხვადასხვა ქვეყანაში მიდის. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით ტრანზიტული ქვეყანაა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმი, რათა მოხდეს ერთობლივი მუშაობა, თანამშრომლობა და შექმნილია სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც ჯგუფებიც ქვეყნის მასშტაბით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ქვეყანაში შემოსულ ტვირთებზე, ასევე ტრანზიტულ ტვირთებზე ახდენენ მაქსიმალურ კონტროლს, რათა არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ნარკოტიკების შემოდინება და ჩვენი ქვეყნის გამოყენება ტრანზიტის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულ უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ლაბორატორიებში უტარდება კვლევა. ამის შემდეგ კი სპეციალურ დაწესებულებაში შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალ ტემპერატურულ ღუმილში ნადგურდება. ბოლო პერიოდში ექსპერტიზაზე შემოდის
დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან უმეტესი არის სინთეზური ნარკოტიკები, გავრცელებულია სინთეზური კათინონები, როგორიცაა მეფედრონი, კლეფედრონი, ასევე ხშირი ალფა-პვპ. აღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენენ კუსტარულ ნივთიერებებს, რომლებიც დამზადებულია მიწისქვეშა ლაბორატორიებში და გამომდინარე იქიდან, რომ არ არის დაცული შესაბამისი წესები, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი გვხვდება სხვადასხვა კონცენტრაციით, ასევე შეიცავენ ისეთ მინარევებს, რომლებიც მავნეზე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალება ექსპერტიზაზე შემოდის დალუქული სახით, რომელიც ბარდება კანცელარიაში, შემდგომ, როდესაც ის ხდება ექსპერტთან, ექსპერტი ამოწმებს, რომ პაკეტის თლიანობა არ იყოს დარღვეული, ასევე ხდება შიგთავსის დეტალური დათვალიერება, გამოკვლევა, სკრინინგი, ხდება განსაზღვრა თუ რომელ კონკრეტულ ჯგუფს მიეკუთვნება წარმოდგენილი ნივთიერება, ხოლო ამის შემდგომ გრძელდება კვლევა თანამედროვე აპარატურით, ესაა გაზქრომატოგრაფმა სპექტრომეტრი, რომლის საშუალებითაც ვახდენთ როგორც თვისობრივ, ასევე რაოდენობრივ იდენტიფიკაციას ნარკოტიკული საშუალების. ექსპერტიზის დასრულების შემდგომ ნარკოტიკული საშუალება ბარდება გამომძიებელს, რომელსაც მიაქვს შესაბამის სპეციალურ საცავში. განაჩენის დადგომის შემდგომ ნარკოტიკული საშუალებები ნადგურდება სპეციალურ ღუმელში, სადაც არის მაღალი ტემპერატურა და მისი სრულად დანახშირება ხდება. აღნიშნული მეთოდი არის უსაფრთხო ასევე გარემოსთვის და არ არსებობს რისკი იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება გარემოში გაივლის. ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თუმცა პასუხისმგებლიან სახელმწიფოს შეუძლია გადადგას ეფექტური ნაბიჯები, გაამკაცროს ნარკოპოლიტიკა, პასუხისმგებლობა აიღოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე, წაახალისოს, დააფინანსოს, პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.